ნაციონალური მოძრაობა მერიაში იმ თანამშრომლების თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს, რომელთაც კონკურსი ვერ გაიარეს. ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა მასალები, სადაც მისი თქმით ნაჩვენებია იმ ადამიანთა გამოცდების შედეგები, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, მაგრამ მაინც რჩებიან თანამდებობებზე. ოპონენტებს მერმა უპასუხა დავით ნარმანია, ამბობს, რომ ეს პირები თბილისის მერიაში სამთვიანი ვადით არიან დანიშნულები, ვადის ამოწურის შემდეგ კი ხელახალი კონკურსი ჩატარდება. თანამდებობებზე რჩებიან ადამიანები, ვინც მინიმალური ზღვარიც კი კომპეტენციის ვერ გადალახა და ტესტირებაზე მაგალითად 60 შესაძლებელი ქულიდან მიიღოთ 16 ქულა. გვინდა მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეგრეთ წოდებულ სუს, როგორც დავით ნარმანიას უფროსობას, მიუთითონ მერს მოეცდება საკუთარი არაპროფესიონალი ნათესავებით და მეგობრებით თბილისის მერიის დაკომპლექტებას. დარჩა ასევე კონკურსის შედეგად ვაკანტური თანამდებობები, სადაც იმისათვის რომ არ შეფერხდეს მუშაობა დროებით მოვალეობის შემსვლელობა დაინიშნენ ადამიანები, თუმცა არ ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად იქნებიან, სამთვემდე ვადით დროებით დაინიშნენ და ამ ვადაში გამოცხადდება არსებულ ვაკანსიებზე ხელახალი კონკურსი და დამატებით დაკომპლექტება კონკურსგავლილი ადამიანებით.